მონები. კალცედონის კვერცხი. აი გამარჯობა ხალხო. ეხლა ვიმყოფები სოფელ ხრეითში, სადაც ავიდგი ფეხი. და რატო? აქ არ დავბადებულ ვარ. აქ დავიბადე როგორც მოლაშქრე. აუ! და ყვავილები მოწყვიტა. ადამიანახო. სოფელ ხრეითში არის ქვაყუნტია, სადაც ეხა მივდივართ. თავარი გზიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მიდის გრუნტის გზა, რომელიც დაახლოებით არის 4 კილომეტრის მანძილზე. სოფელი ხრეითი გამორჩეულია თავისი სიმწვანით. ეხლა აპრილის დასაწყისია და ჯერ მწვანე საფარი დიდად არ არის განვითარებული. ეს განხვარი ნაკელი ცოტა გვერდზე გადაწიო და ეს წავიდე დაიძინო რა. კატეგორია ზაფია ქართულად. ტრაქტორი? სოფელი ხრეითის მწვანე საფარი განსაკუთრებულია, რადგან აქ ხდება როგორც შერეული ფოთლოვანი ტყეები და ასევე წვიწოვანი, არა, წიწვოვანი. წიწვებისგან დაკომპლექტებული ტყის მასივით და ხეებით. კალცედონის კვერცხი. თუ იცით რისგან წარმოიქმნება კალცედონი, გითხარით, ჩვენ არ ვიცით. და ყველგან პოვლობთ ხვამზე და აქან. ეხლა მეგობრებო მივდივარ მთვარის ტბისკენ. რატომღაც მიწა ძიგძიგას ტბის სახელით მახსოვდა, თუმცა რავი რუკაზე რომ ვნახულობ მთვარის ტბა ქვია. წინ პატარა თოვლი გვაქვს. აპრილის თოვლსა არაფერი ჯობიაო. თან ყვითელიც არ არის. ეს ძალიან დებილი იუმორი ვიდეოში. ხოლოდ ერთხელ მოისმენთ ესეც. ეჰეი! ირაკლი, გზა იცი? ტყვირი გირჩევნია თუ სიმართლე? ტყვილი რომელიც თავს კარგად მაგზნობინებს. ვიცი აბარა. შენ რა სიტყვი როგორი ბუნება გვაქვს იმერეთში? შეგაქვს გადასავები ბუნება, მაგრამ ადრეულ გაზაფხულზე არ უნდა ნახო. სოფელ ხრეითში და მის გარშემო ტერიტორიაზე, აი მაისიდან თუ წამოხვალ, აქაურობა იქნება რავი გადაწვანებული და გადაფსიხებული და ყველაფერი მშვენიერი ლამაზი და ლამაზი ხეები, ჭიტების ხმა. წამი გაჩუმდი ჭიტების ხმა რატო არის მის? რავი, ერთი შავში მაინც ყოფილიყო ან რაღაცა ეგეთი. ეხლა მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია მთვარის ტბის სანახავად. რაღაცა აგერ ტბა არის და ჩვენ უნდა ვიპოვოთ და ადრე მიწა ზიგზიგა ერქვა და ეხლა რატო მთვარის ტბა რატო? მთვარე კაია კაცო, მაგრამ მთვარის ფორმა აქ მაპზე რო დახედავ. ვა! და ჩვენ ახლა მივალ ზუსტად მთვარის უკიდურეს წერტილში. კრატერში. რატო? რატო იქნებოდა გივი. გზა. აგერ კამერაში მელაპარაკე აგერ. ამას დაახლოებით, ამან უკვე მე-5 გადაცემაში უკვე და გზა გადააშენა ბზის ალურამ და კამერას სოკოვანი დაავადება ბზის ზედამწვან. დარი ბზის ტყეში ვეძებ ტბას და იმედი მაქვს რომ ვიპოვი. აჰეი! შენ? აია, მე ვერა. მაშასე ჩემო განტბა. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატო უნდა ილაშქრო. აგა რა შეგიძლია? აი, ზუსტად ეს არის უკვე Instagram ისეთი ფოტო არის. ბრავო! გაჩერდ მოусმინე? თქვენ როგორ გონიათ ამ ტბას რატო ერქვა ადრე მიწა-ძიგძიგას ტბა? რა ერქვა უკაცრავ სახელი? მიწა-ძიგძიგა. ხო, მიწა-ძიგძიგა, ესე იგი, აქ მოდიოდა ცნობილი ხრეითელი მოსახლეობა და შემთხვევით მიწა იზრა, მოხდა მიწის ძრა და გაჩნდა დიდი ორმო. ამ ორმოში კი შემთხვევით მდინარე წამოვიდა, გამოედინა და მიწა იზრა და გაჩნდა ტბა. აი მშვიდობებით ტბას და მივემართებით მაგიური ქვისკენ. ყვიდა რომ გამოვედით და ქვისკენ უნდა წავსულიყავით, ნახეთ რომ გზა არის გაწმენდილი, ტბასთან ქვემოთ გზა ისევ ჩადის. კაი ტბა არის, შეხედ, მაგარი სუფთა არის. ლამაზია რა. სალაშქრო კვება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და მომენტი ქვეყანაზე.
სწორიკვება არის ეს, თინუსი. შეიძლება გამოდგება. არა სწორიკვება ეს. ვინ თუ არა მე. ლაშქრობის დროს, როცა რაიმე ესეთი სასარგებლოა იმ მხრივ, რომ შეიცავს შაქარს, სიცხეში იზრდის შაქრის კალორიას და, რავი, ლაშქრობის დროსაც ცოტა ენერგიას გაძლევს. ხდება. ბრა, პირველი შინდალი. ლონ. 1 2 3 ეს არის ქვაყუნტია. რავი, გაული გვერდს და შეხედა უბრალოდ ფარი, მაგრამ ბიჭო, რა არის იცი? აი, მე რო ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ. ესე დავიწყებ და ეს არის მსოფლიოში და ზოგადად ეხა ამდენი არ ვიცი, სიმართლე რომ ვთქვათ, მაგრამ მოქანავე ლოდი, რომელიც ასევე გვაქვს სამეგრელოშიც, ქვაკანცალია და იქაც ნამყოფი ვარ. ესეც მეორე ადგილია, სადაც რავი, ძალიან დიდი ქვა ქანავს და აჭირდება ძალიან დიდი ენერგია. მისი სავარაუდო წონა არის დაახლოებით 7-8 ტონა და სამეგრელოში რომელიც არის, რავი, 10 ტონაზე მეტი უნდა იყოს. 4 საყრდენი წერტილი არა აქვს. აქ 3 საყრდენი წერტილი და თუ ამ მხრიდან მაგალითად ძალიან დაბალანსებული ქვა არის, როგორც ჩანს. ამ მხრიდან თუ მიაწვევი, 1 წერტილი იქ გადავა და ასე უკან ლამაზად ბრუნდება უკან. What? არ გადმოვარდ ესე ნელაქენი. სპეციალურად არის შემოღებული. რაღაცა ვერიჯერ. მე თავიდან გააკეთე. არა, მართლა მოძრაობს, მაგრამ ანუ სპეციალურად. აი, მაშინ რამე იპოვე, აბა რაღაც ხერხია, გახაობა. მე მგონია რომ ეს ქვა აფიქსირებს მიწისქვეშა მიკრორყევებს და აი. არ გადმოვარდ ეს ნელაქენით. ხეხი არ მოყვეს. იმერეთო ლამაზო და მშვენიერო. ეს არის სოფელი ხრეითი. ჭიათურას აქვს ძალიან მაგარი ტურისტული პოტენციალი როგორც იმერეთს. რავი, იარეთ ხალხო. თასი გამომწერე მინდა რა, რატო არა? და გამოიწერეთ ჩემი არხი. მონები. რა მაგარი ყოფილა ეს რა არის? ხო, რა მაგარი დედამიწა. აი აქ რო რაღაც მაგარი მთის მასივებია. აქეთ არის მესხეთის ქედი. აქეთ არის უკვე თვითონ ჭიათურის პლატო, რავი, ბარი, ასე შემდეგ. ეს არის დათო, ეს არის რაჭის ქედი. აქედან შესაძლებელია გადავიდეთ რაჭაში, კერძოდ საწალიკისკენ. ეგია რა, რა ვიცი. ყველაფერი ლამაზია, ყველაფერი კაია იმერეთში. აქედან უკვე დაღმართში გადავწყვიტეთ. მალე ჩასვლა, ცოტა კუნთები გახურება და სირბილი. ბიჭო, 1997 წელია და მივდივარ ოდესაში. ჩელიაბინსკში ვიყავ გადასული რა არის. მაგრამ ასე ბიჭო, მისვლა მოსვლა იყო, იგი იყო. აბა რა იყო ბიჭო, რომ შემოვაჯექი ჩემი გაზპედიციად ვაყავდას. არხი გამოიწერეთ. ლერო ზეითახლა იფკიცხია დავბრუნდით მანქანასთან. გარდა თვარის ტბისა თუ მიწა ზიგზიგის ტბისა, ჩვენ ნახეთ ქვაყუნტია. საფლის მეორე მხარეს არის მეორე ტბა. ნახვა გვინდა, თუმცა ვერ მოვასწარით. ღამესიარული არ გვინდა, რადგან ცოტა გზაზეც ვართ წასასვლელები, ამიტომ გამოიწერეთ არხი და დალოდეთ შემდეგ ვიდეოებს.